გამარჯობა. გავაკეთებ მცირე შეფასებას. მოგეხსენებათ, ახლა უკრაინაში და რუსეთს შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით ამერიკა კვლავ დომინანტია და გააკეთა განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ, რომ 28 პუნქტიანი შეთანხმება არსებობს. მოკლედ, თუ ამას არ დათანხმდებით, ეუბნება მშვიდობიანი მოლაპარაკებების ირგვლივ, მაშინ ამერიკა გაწყვიტავს უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის მიცემას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შეიარაღების მიცემას. ახლა ძალიან მოკლე რაკურსით რო აგიხსნათ, რას ნიშნავს, როდესაც ომში მყოფ ქვეყანას, რომელიც იკვებება უმთავრესად ყველა რესურსით და მათ შორის უპირველესი არის ინფორმაცია ომში. ინფორმაცია, რომელიც ახლდებოდეს შეიძლება ყოველწუთიერად რა. და ოპერატიულ დონეზე საბრძოლო მოქმედებები სადაც მიდის და ცოდნა იმისი, რა ძალები გიტევს, საით გიტევს, რა იარაღით გიტევს და ასე შემდეგ, ახლა არ ჩავალს იχνესეულებს, სად არის განლაგებული მოწინააღმდეგის ლოჯისტიკური ძალები, მასალები, კვების პუნქტები სად არის და ასე შემდეგ. ამან შეიძლება ომის თეატრის წარმოებაზე და სწორ შეტევაზე ერთია კიდე გქონდეს ინფორმაცია და მეორეა, ამ ინფორმაციაზე მოახდინო ადეკვატური პასუხის მიღება, ეს იქნება ცეცხლი თუ ახლა ამაში აღარ წავალ სიღრმისეულად. მოკლედ, ეს არ იყო მუქარა ამერიკის მხრიდან, ეს იყო ალბათ გაფრთხილება, მე ვარ რესურსის მომწოდებული ქვეყანა, მე ვქნი პოლიტიკას და ამ შემთხვევაში შენ უნდა დამიჯერო ან გაითვალისწინო ეს გადადგა ნაბიჯი, იმიტომ რომ აქ ამერიკის შეერთებული შტატები მისი ეროვნული ინტერესი და ბიუჯეტი არივლის უკრაინის ინტერესს. დაახლოებით ესეთი მახვილი იყო დასმული რა, რბილად რო ვთქვა, ასე არის ეს და მაგრამ იცით რა არის? აი აქეთ მხრიდან რომ აღარ შევალ იქეთ სიღრმეებში, ეს ეგრეთ წოდებული პროჭოპოზიცია და თინა ხიდაშელები და ანა დოლიძე გაღატაკებული, გაღარიბებული საზოგადოების ნდობარაც არასდროს არ ქონიათ, მაგრამ ლუსტრირებული ამ საზოგადოების წინაშე რაც ავართ დარჩენილი, ეს მასა თავიანთი ტელევიზიებით რომ გამოდიან და აი იმას რო ამბობენ, რომ ტრამპი რუსი არის. ტრამპმა ისეთი რაღაცა გააკეთა, რომ მისმა მოადგილემ ეს არ იცოდა და რუსებმა თურმე გაუგზავნეს რა მეილში ტრამპს, რომ ეხლა შენ უნდა გააკეთო ეს შეთანხმება გჭირდება და იმან თურმე ეს გამოაქვეყნა. რამხელა იდიოტიზმი არის ეს ყველაფერი და რამხელა მარაზმია და ამაზე უბრალოდ სიცილი შეიძლება, მაგრამ ახლა როგორ შეიძლება სიცილი ამაზე, როცა ქოცები უნდა ჩაანაცვლონ ნაცებმა იდეაში და აი ესეთი ადეკვატური ტიპები უნდა მოვიდნენ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და სად წაიყვანენ ჯერ ქვეყნის შიდა მდგომარეობას ესენი რევანშებით 1000 იდიოტიზმით და როდესაც ასეთი რაღაცის დიფუზიას აკეთებენ სრული მარაზმით, რა დღეში იქნება ჩვენი ადგილი, კი ჯერ სადავართ, მაგრამ კიდე ამგენის მოსვლის მერე. აი ეს არის დარდი ქართველი ერისა და ამ ყველაფრის მერე აკეთებენ ესეთ იდიოტიზმს, რომ გამოდიან და თურმე აშუქებენ, უკვე უცებ ხტება მეორე პაზლი და ამბობენ, რომ ისა რა ქვია, ტელე პირველი ჟურნალისტი დააკავა პოლიციამ და თურმე ბუქნები გააკეთებია იმაში წინასწარ დაკავების საკანში. ჩემო ნაცებო, გეოპოლიტიკურ რუკაზე ისედაც არიყავით, არ ვარ გიხართ დიდ მოთამაშეებად და გამანალიზებლად. კაი, ერთია მოთამაშე იყო, მეორე ანალიზის დადება შეგეძლო სწორი. მაგრამ იცი რას გეტყვი? აი თქვენ პაზლთან დაკავშირებით რა ბუქნები რო გააკეთებია თქვენ ჟურნალისტს რა. საერთოდ ეს ქოცების კრიმინალურ პოლიციას კი არ და რაღაცა საზიზღრობას კი არ ვაправებ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ეს რუტინაა ესეთი, როდესაც დაიჭერენ ადამიანს მისი შემოწმება, სანამ გადაიყვანენ წინასწარი დაკავების საკანში, ხდება მათ შორის ნარკოტიკული ნივთიერებაზეც ხომ არა აქვს დამალული და ნარკომანებს, ნაცება ხართ თქვენ და ქოცები მაგარი ნარკომანები ხართ რა, პოლიტიკურ გოლში ვინ ძიხართ იქ ვინც ყავთ დაყენებული, ყველაფერზე წამსვლელი ტიპია ის ოპერატორი, აი ესე ყავთ არჩეული ძირითადში ეს 90% და რა თქმა უნდა შეამოწმეს რა რუტინა თავისი მაგაში, ახლა ვერ დაადანაშაულებს ჩაულებ ვერავის, რომ შეამოწმეს რა ქონდა რანაირად. ბუქნს რაც შეეხება ნარკომანებს ახასიათებთ ესეთი რაღაცა, რომ უკაცრავად პროქტოლოგიურ ხრელში მალავენ ჩეკს ნარკოტიკის რა და როცა ბუქნს აკეთებს ადამიანი ფიზიკური მომენტია ტაკოში თუ აქ თქვენ ენაზე რო ვთქვათ პროქტოლოგიურ ხრელში ტრაქში თუ აქ შედებული ის ჩეკი ხო უცებ ვარდება ხვევით და აკეთებს ლუსტრაციას ამის რა თქვენ დროს არ ხდებოდა ბუქნების გაკეთება ციხეში თქვენ დროს იცით რა ხდებოდა თქვენ დროს ხალხს იქირაობდით ავერბოლკებით კი არ ქირაოდი ფულსაც აძლევდით კაც 20-25 ევროს რომ უკაცრავად ევროს არა ძალიან დიდი ეკვივალენტია ლარს რომ ერთ კაც მეორე კაცი გაეუპატიურებია და იმ პროქტოლოგიურ ხრელში სადაც თქვენ გიმოწმებდნენ ეხა ნარკოტიკს
ფალოს საყოფიებით, ანუ ფალოს რა, მამაკაცის ორგანოს, ასკის ორგანოს აყურებიებდით და თქვენ მერე ხო, აი ამას წერდით ვიდეოზე და თქვენ გერქვათ სახელმწიფო და მე დადიოდით შვეიცარიაში უონის ოფისებში და იმის ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობდით, გამიგე? და ეხლა ის თინახიდაშელი გამოვა მერე და ანადოლიძეები და ჩემი წონა, თქვენ არ იცით ნიუ-იორკში, ვაშინგტონში ჩემი წონა რა არის? შენი წონა ნებისმიერ ტუალეტში ვაშინგტონის და ნიუ-იორკის შენი წონა, შენ წონაზე დიდი წონა აქ ნებისმიერ განავალს. ნებისმიერ განავლის განავალ შეიძლება კონდეს შენზე დიდი წონა და იმ ეგრეთ წოდებული კონგლომერატის წონა, რომელსაც შენ წარმოადგენ. წადით ვიზია, ისევე ბუქნებს მიხედეთ შენ და ანადოლიძემ და იმ სასტავმა ნაცებმა, რურუებმა და ამნაირმა ტიპებმა. თქვენ ბიზინა ივანიშვილი, რაც არ უნდა საზიზღარი იყოს, თქვენ ამ ძალით მაგას ვერასოდეს ვერ შეცვლით. ქვეყანაში თუ არ მოხდა ტოტალური რევოლუცია და თქვენ და ბიზინა ივანიშვილი ერთიანად თუ არ წადით, აი ეს იქნება ტრაგედია. ეს იქნება ტრაგედია. დაგვრჩება იქეთ მოვლენების შეფასება თქვენებური და ბიზინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული კუკლუს კლანები გვერდზე. ქართველმა ერმა უნდა მივხედოთ ჩვენ თავს, რა ვინცა ვართ ადეკვატური ძალა, ან გაყრილი ვართ, ან მომსპარი ვართ, ან აკრძალული გვაქვს, ეხლა ვეუბნებიან რომ აგერ ხმის მიცემის უფლებაც უნდა გიკრძალოთ. ეს არის პრობლემა. საქართველოში გულახდილად გეტყვით, როცა ვიყავი, არც მაშინ არ მივდიოდი არჩევნებზე, მაგრამ თვითონ პოლიტიკური ფაქტი, რომ ემიგრანტს აუკრძალო არჩევნებზე ხმის მიცემა, აი ესაა ღალატი. ჩვენ იქეთ კი არ უნდა ვიყოთ იმისკენ დაინტერესებული რა ამერიკასა და რუსეთს შორის რა ხდება და რას გაიყოფენ და რას არ გაიყოფენ. ჩვენი მით უნდა ვიყოთ დაინტერესებული ჩვენი სამოქალაქო სექტორი როგორ გავაძლიეროთ და გავწმინოთ ამ ნაბოზრებიდან. რომ ესეთ თამაშებში არ გავახვიდოთ ერი. მადლობა.